ჩემო ძვირფასებო, შარშან საახალწლოდ, როდესაც დავიწყეთ ვიზუალიზაციის რუქის გაკეთება, ეს მთელი 17 ვიდეოიანი პროგრამა არის. არ გეგონოთ უბრალოდ, რომ აი წესები დაფაზე სად რა უნდა დააკრათ, ამას ინტერნეტში ისედაც იპოვით, ამაში ესეთ ვიზუალიზაციის რუქაში, ჩემი აზრით უკვე აღარ ღირს ფულის გადახდა. ხოლო მე რაც გავაკეთე შარშან და ხო იცით მე ნებისმიერ პროგრამას მე თვითონაც ვამუშავებ ხოლმე ჩემ თავს და ისე გთავაზობ ამ პროგრამას. ხო და ესე იგი ამ ვიზუალიზაციის რუქაში ახლებურში ნეიროგრაფიკული ელემენტებით და არა მარტო ნეიროგრაფიკული, იქ ენერგეტიკულ პრაქტიკებსაც, კოუჩინგსაც, ფსიქოლოგიასაც მივმართავთ და ცხოვრების ძირითადი იქ არის 9 სფერო და პლუს შენ როგორც პიროვნება, როგორც ინდივიდი, როგორც ერთეული, როგორც ენერგია, პლუს შენ თავზე, ანუ 10 სხვადასხვა მიმართულება, რომლითაც უმუშაობთ. და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებზე და მე როდესაც დავიწყე და ყოველ სფეროში აყალიბებ რა გინდა. და სასიყვარულო ურთიერთობებს რომ მივადექი, ვაღიარე, რომ ის ურთიერთობები რაც მქონდა იმ წუთას არ მაკმაყოფილებდა. და საქმე იმაში, რომ ვერ ვასრულებდი იმ ურთიერთობებს. და როცა რატო ვამბობ ამას იცი, რატომ გიყვებით? One for you. Thank you. ეს ვითომ ტორტი მომიტანა არ დაგავიწყდეთ ესეთი ზუნზლიანი ხელი მიწის ტორტი ის შეგედაცვალე. მიდი ბებო ითამაშე მე ვმუშაობ, okay? I'm working ბებო. Let me see my lipstick. მე რომ პომადას წავისვამ შანსი არ არის რომ ლეილამ არ მთხოვოს რომ მასაც უნდა და მიწევს ხოლმე მასაც გადავუსვა და ესეთი ბრანჭია გოგო ყავს რა. ხო და როდესაც იაზრებ რომ ის რაც გაქვს არ მოგწონს ორი შანსი არის ხო? თანაც უყურეთ რა ხდება ხოლმე რომ აღიარო რომ ის რა სიტუაციაში ხარ არ არის შენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის საინტერესო არ არის ის რაც შენი თავისთვის ამა თუ იმ სფეროში გინდოდა აღიარო. პირველი ეს არის და მე აღწერო ის რა გინდა. აღწერო ის რაც გინდა. სინამდვილეში რა სწადია შენს სულს, გულს და გონებას. ოკეი. აღიარო რომ რაც გაქვს არ მოგწონს, მე გაიაზრო, შეიგრძნო და უყურეთ მარტო გონებიდან კი არა. აი მთლიანად შენი არსებიდან, აი გულიდან, აი რა მდგომარეობა მინდა. და ოკეი, ესეც გავაკეთე. და ეს რომ გავაკეთე, მივხვდი რომ ის ადამიანი, რომელიც იმ წუთას შარშან, ჩემს გვერდით იყო ამ დროს ხომ, ვერ მაძლევდა იმას, რაც მე მინდოდა და ვაღიარე რომ მეთქი ან უნდა შეიცვალოს, მოინდომოს ადამიანმა, შეიცვალოს და შეძლოს ის რაც მე მწადია. თუ არა და მაშინ ის ფიზიკურად გამოიცვლება თქო. და იცით თქვენ უკვე შედეგი. რა მოხდა ამ ყველაფერს და ფაქტობრივად ჩემი ძალის ხმევის გარეშე მოხდა ეს მისი ფიზიკურად ჩემი ცხოვრებიდან წასვლა და განშორება. აი ესე მუშაობს ვიზუალიზაციის რუქა, როდესაც მთელი მონდომებით აკეთებ მას. სხვა სფეროებში ფინანსურ სფეროში, საქმიანობის სფეროში ძალიან დიდი ცვლილება მოხდა. რეალურად ამ ტრანსფორმაციამ იმ საკმაო დრო და ენერგია მოითხოვა ჩემი. და აი ახლა ხვდები რომ გამთავისუფლდი იმისგან, რისგანაც ვერ თავისუფლდებოდი. ძალიან ბევრი რაღაცისაგან, რაც ჩემს ენერგიას მოითხოვდა, მიხქონდა და სათანადოს უკან არ მიბრუნებდა. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაშია, ჩვენს ენერგიას მოითხოვს, მაგრამ თან ისინი იმას შვებიან რაღაცებს. მაგრამ ასევე გვაძლევს კიდეც და როდესაც ეს სრულფასოვანი მიმოქცევა და მიმოცვლა, მაშინ ყველაფერი კარგად არის. როცა შენგან ძალიან ბევრი გადის ენერგიას გულისხმობ, ძალისხმევას და გაცილებით
ნაკლები მოდის უკან, მაშინ ენერგეტიკულად ძალიან ვიჯაბნებით და ვიჩაგრებით და ასე შემდეგ. ხო და ერთი სიტყვით რა. საოცარი ინსტრუმენტი არის ვიზუალიზაციის რუქა, რომ დაიწყო და მოახდინო ის გარდაქმნები, რომლებიც გწადია. რომ დაიწყო იქით სვლა ისეთი ცხოვრების შექმნისკენ, რომელიც გწადია. თუ შენ შინაგანად გრძნობ, რომ უფრო მეტი შეგიძლია, რეალურად უფრო მეტი ზღირსი ხარ, უფრო უკეთესი გინდა შენი თავისთვის პირველ რიგში და მე შენი ახლობლებისთვის, ვინც შენზეა დამოკიდებული, ხომ? და არ იცირით დაიწყე ჩვენი ვიზუალიზაციის რუქით. დაიწყე ამ ძალიან ღრმა, მრავალფეროვანი, ყოველმხრივი დამუშავებით, გადაფასებით საკუთარი ცხოვრების მოცემულობისა. დაიწყება ცვლილებები, მერე არ შეგეშინდეთ ცვლილებების, იმიტომ რომ რეალურად თავად იქნებით ამ ცვლილებების ინიციატორი. კი ვართ ადამიანები ისე მოწყობილები, რომ გვინდა რომ ყველაფერი შეიცვალოს, ისე რომ არაფერი არ შეიცვალოს, მაგრამ ასე არ ხდება. და ის ცვლილებები რაც წამოვა, მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს, რომ ეს ხდება ჩემთვის, ჩემი საუკეთესო მომავალისათვის, ჩემი საუკეთესო მესათვის, ჩემი საუკეთესო ცხოვრებისთვის. არასოდეს არ შეგეშინდეთ ცვლილებების, იყავით თავად თქვენი ცვლილებების ინიციატორები, იცოდეთ რა გინდა და საით მიდიხართ. დანარჩენი ნელ-ნელა, ან შეიძლება ჩქარ-ჩქარაც მოგეცემათ. თუ დაინტერესდით, მოგწერეთ, უდიდესი ფასდაკლება მოქმედებს ახლა შავპარასკევთან დაკავშირებით. 11 დეკემბერს იწყება ეს პროგრამა, ასე რომ უნიკალური, განსხვავებული, აბსოლუტურად სხვანაირი. და ვინც შარშან გააკეთეთ ჩემო ძვირფასებო, თქვენ კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ და თავიდან იმუშაოთ თქვენს ვიზუალიზაციის რუქაზე უკვე 2026 წლის, ასე რომ თქვენც მოიწერეთ რა თქმა უნდა თუ გაქვთ სურვილი რომ თავიდან გააკეთოთ ეს პროგრამა და შექმნათ თქვენი ახალი რუქა.